ლიტერატურულ ფესტივალ გარეს დამფუძნებლები ბათუმში იმყოფებიან. მათ დღეს საზოგადოებას ლიტერატურული კრებული შესთავაზეს. წიგნში სახელოვან ავტორებთან ერთად ჯერ კიდევ უცნობი პოეტების და პროზაიკოსების ნაწარმოებები შევიდა. გამოცემის ავტორებმა საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარეს და ის ნაშრომები შეარჩიეს, რომლებმაც მკითხველთა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ბათუმელი ავტორებიდან კრებულში მხოლოდ ერთი პოეტის, ეკატერინე ნოღაიდელის ლექსები დაიბეჭდა. ფესტივალ გარეს მთავარი დანიშნულება ახალი ავტორების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაციაა. ავტორები შეირჩა გამოკითხვის მიხედვით, მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით და დასახელებული იქნა 50 ავტორი, მათ შორის ცნობადი სახეები ქართული ლიტერატურის კითხველისათვის და აგრეთვე არაცნობადი სახეები და საინტერესო ის იყო, რომ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით არის ეს ყველა ავტორი, საქართველოს ყველა კუთხიდან არის. ლიტერატურული კრებული გარას, რომელიც თბილისში გამომცემლობა შემეცნებამ წელს გამოსცა. ამ კრებულში არის 36 პოეტის და 11 მწერლის ნააზრევი. ძალიან ჩვენთვის საყვარელი პოეტების და მწერლების ნაწარმოებებია აქ მოყვანილი, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, რომ აი ბათუმელი მხოლოდ ერთი პოეტი ეკატერინე ნოღაიდელია. ჩემი ლექსები ადრე იბეჭდებოდა სტუდენტობის პერიოდში, ბათუმის ჟურნალ-გაზეთებში გამოვიდა, ჩვენს მწერლობაში გამოვიდა, დაიბეჭდა ჩემი ლექსები და გარკვეული პერიოდი, ესე თქვა, შემოქმედებითი პაუზა მქონდა, ჩავარდნა, მაგრამ ეხლა ამ ბოლოს რაც შევქმენი, რაც დავწერე, რამდენიმე ახალი ლექსი შევიდა აი კრებულში, ლიტერატურული ფესტივალი გარას კრებულში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.